თავისუფლებას აქვე კითხოთ რა ანუ პოზიციაზე საუბრობთ მისი წარმომადგენელი ახლა საუბრობდა რომ რატომ არის შეკითხვაზე უცხოეთში და რატომ არ ბრუნდება აბა ხო არ დააჭერინებს თავს ხო ანუ თქვენ რითი ხსნით გახარიას არ ჩამოსვლას ხო ნუ ახლა ეს უყურეთ როგორი სიტუაციაა გახარიავს საფუძველი იმის რის საფუძველზეც დაკავებულები არიან ამ ადამიანების თანამებრძოლები მაგალითად გახარიას ეს არ დაუშავებია მოდი შევთანხმდეთ თავიდანვე რომ გახარია თანამშრომლობდა კომისიასთან შესაბამისად მას კომისიაზე არ გამოუცხადებლობის კომისიის გლობალური რამ ხო არ ემუქრება რამე გლობალური რამ თუ გახარიას დაემუქრება დამიჯერეთ გახარია ვერ აირიდებს თავს სასამართლოს და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ოღონდ რაღაცა ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არ ქოთო, ეს ცოტა სასაცილოა. გახარია აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელსაც სამწუხაროდ მისი გაქცევიდან და ის მოღალატეობრივი გადაწყვეტილებიდან რაც გააკეთა, კი ბატონო, აი ეს ცნობილი გამოთქმა რომ არის რაღაცა ჰაერი, რომელიც რაღაცა ჭიქაში ქარიშხალს ატრიალებდა და ეს იყო რაღაცა რკინის ადამიანი, რაღაცა სასწაული ტოპ მენეჯერი რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებდა და სრულიად საქართველოს მართვა გამგეობა ისე ქონდა ჩაბარებული რომ მას რაღაცა კოლოსალური რეიტინგი ქონდა აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი არის ის კაცი რომელსაც თუნდაც პოლიტიკური ქულების სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ პოლიტიკური ქულების გამო გიორგი ვაშაძეზე ძლიერი ვერ აღმოჩნდა ადგა და რაღაცა ჰუმანიტარული ვიზით წავიდა გერმანიაში ნუ ხარ აზე ვსაუბრობთ აი ამიტომ ვსაუბრობ რომ ასეთი კარიკატურული ოპოზიცია რაც დღეს საქართველოს ხავს ხო ეს არის სატირალი და არა სასაცილო აი ამ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები და საუბრობენ რაღაც პერსპექტივაზე რომ მეორე ტური და ჩვენ უნდა დავამარცხოთ და გამოვგლიჯოთ თბილისი და წარმოიდგინეთ ახლა ადამიანები რომლებიც კანდიდატებს ვერ აყენებენ ადამიანები რომლებიც ისე საუბრობენ განსხვავებულ აზრს ოღონდ აქ განსხვავებულ აზრზე არ არის საუბარი რომ თქვენი აზრი გაქვთ და მე ჩემი აზრი მაქვს ანუ პოლიტიკურ იდეაზეა საუბარი აქ იმდენად წინააღმდეგობრივია მათი რომ ამ ადამიანებმა ვის უნდა გამოგლიჯონ თბილისი რაღაცა საკუთარი რეიტინგები აქვს ერთმანეთისთვის გამოსაგლეჯი და მოდი ისიც ვთქვათ ხომ რეალურად ეს რაღაცა კარიკატურული სიმბიოზი რატომ მიიღო დღეს ქართულმა პოლიტიკამ რაც ნახეთ ლელო გახარიას ტანდემით ხო ჯერ ხო თავიდანვე ის არის რომ ეს ასეთი რაღაცა საპირისპირო და საწინააღმდეგობრიობით ახსავსე ორი პოლიტიკოსი რომელიც ერთმანეთის ჯინაზე პოლიტიკაში ოპერირებს გვერდიგვერდ დასხდნენ რაღაცა საერთო გეგმებზე საუბრობენ აქ არის პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ მათ დაინახეს შანსი ახლა ჩაანაცვლონ ნაციონალური მოძრაობა და დაერქვათ რაღაცა ტექნიკურად ოღონდ ანუ უყურეთ 70%-ს როდესაც მიიღებს ქართული ოცნება 30% შესაბამისად პროპორციულად გულისხმობ გადანაწილდება სხვადასხვა პარტიებს და ვიღაც ხომ გავა მეორე ადგილზე აი იმას თუნდაც 10%-ით გასულმა ოპოზიციურმა პარტიამ თავისუფლად შეუძლია თქვას რომ იცით რა მე ვარ პირველი ოპოზიციური